გამარჯობა, გაზაფხული მოვიდა და მასთან ერთად ისიც. ყველგან რომ ხედავთ, ის ყვითელი მტვერი, რომელიც მანქანებს, ფანჯრის რაფებს, ფაქტობრივად ყველაფერს ფარავს. ხოდა დღეს სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ. მართლა ეს ყვითელი მტვერია დამნაშავე ჩვენს გაუთავებელ სემინარში. მოდით გავარკვიოთ. დიახ, ეს არის მთავარი კითხვა. მოდით ჩაუღრმავდეთ და ერთხელ და სამუდამოდ გავმიჯნოთ, რა არის მითი და რა მეცნიერული ფაქტი. კარწმუნებთ, პასუხმა შეიძლება მართლა გაგაოცოთ. აბა დავიწყოთ. ყველასთვის ნაცნობი სურათი არა. გაზაფხულზე როგორც კი გამოიდარებს, ყველაფერი ამ მთელი ყვითელი ფენით იფარება. ეს არის ფიჭვის და სხვა წიწოვანი ხეების ყვავილობის პიკი. და რადგან ასე თვალში საცემია, ის რა თქმა უნდა ჩვენი ალერგიის მთავარ ეჭვმიტანილად იქცევა. და აი, აქ მივდივართ ყველაზე გავრცელებულ მითთან. თუ რამეს ვხედავთ, ესე იგი დამნაშავეც ის არის. ლოგიკურად ჟღერს, არა? როცა თვალები გექავებათ, გაუთავებლად აცემინებთ და თან ყველგან ამ ყვითელ მტვერს ხედავთ, ძალიან ბუნებრივია, რომ პირდაპირ მას დაადოთ ხელი. მაგრამ მეცნიერება გვეუბნება, რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. აი ზუსტად ეს ფრაზა. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს უთქვამს, ან სულ მცირე გაუფიქრებია. ეს არის საყოველთაო რწმენა, რომელსაც დღეს დეტალურად განვიხილავთ და ვნახავთ, რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს. კარგი, საკმარისია მითებზე საუბარი. დროა მეცნიერულ ახსნას ჩაუღმავდეთ. მთელი საიდუმლო იმალება სხვადასხვა მცენარის მტვრის ნაწილაკების ფიზიკურ თვისებებში. ანუ, საქმე ეხება თვალით ხილულ და უხილავ ნაწილაკებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას. აი ამ სლაიდზე ყველაფერი ნათლად ჩანს. დააკვირდით. ფიჭვის მტვერი არის დიდი და მძიმე. წარმოიდგინეთ, როგორც პატარა ქვიშის მარცვალი. ის შორს ვერ მიფრინავს და პირდაპირ ძირს ეცემა. მეორე მხარეს კი გვაქვს მაგალითად არყის ხის მტვერი, მიკროსკოპული მსუბუქი, რომელსაც ქარს კილომეტრებზე გადააქვს. და რაც ყველაზე მთავარია, ალერგენულობა. ფიჭვის მტვერი ძალიან სუსტი ალერგენია, სხვებისგან განსხვავებით. და აი აქ ამბავი სრულიად მოულოდნელად ვითარდება. მზად ხართ? რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ეს ყვითელი მტვერი არა მხოლოდ უვნებელია, არამედ შესაძლოა გვეხმარებოდეს კიდეც? კი, ვიცი, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამის უკან საკმაოდ საინტერესო მეცნიერული თეორია დგას. წარმოიდგინეთ ეს პროცესი. ფიჭვის მძიმე მტვრის ნაწილაკები წვივა ხეებიდან. დაცემისას ისინი გზად ეჯახებიან და იკრავენ ჰაერში შეწონილ იმ ნამდვილ აგრესიულ ალერგენებს. თავისი სიმძიმის გამო ისინი ამ პატარა ნაწილაკებსაც თან მიიყოლებენ და მიწაზე აგდებენ. ანუ, ფაქტობრივად ეს ყვითელი მტვერი ჰაერს ასუფთავებს ნამდვილი ალერგენებისგან. მაშასე, დროა, გამოვიტანოთ საბოლოო განაჩენი. მტერია თუ მეგობარი? მოდით ვნახოთ მონაცემები და დავადგინოთ, ვინ არიან გაზაფხულის ალერგიის ნამდვილი დამნაშავეები. ეს დიაგრამა ყველაფერს ამბობს. შეხედეთ, რამდენად მაღალი არყის ხის და ბალახის მტვრის გამომწვევი ალერგიული რეაქციების დონე. ეს ის უხილავი ნაწილაკებია. ახლა კი შეხედეთ ფიჭვის მტვრის სვეტს. ის პრაქტიკულად ნულთანაა. განსხვავება აშკარაა. მოკლედ, რა გამოვიდა? ჩვენ დავამსხვრიეთ მითი. ის ყვითელი მტვერი, რასაც ვხედავთ და რასაც ვაბრალებთ ჩვენს ალერგიას, სინამდვილეში თითქმის უვნებელია. ნამდვილი პრობლემა იმ უხილავ ნაწილაკებშია, რომლებიც ჰაერში დაფრინავენ, მაშინ როცა ჩვენი ეჭვმიტანილი შესაძლოა ჩვენი მოკავშირეც კია. დაფიქრდით, ეს ხომ მხოლოდ ერთი მითია. კიდევ რამდენი ასეთი გავრცელებული შეხედულება არსებობს, რომლისაც გვჯერა, მაგრამ სინამდვილეს არ შეესაბამება. გაგვიზიარეთ, რომელი სამედიცინო მითის გარჩევას ისურვებდით შემდეგში. ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი.